ქართული ღვინის მეოთხე ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ მუზეუმში ბადაგონი და ქინძმარაული მთავარი ჯილდოების მფლობელები გახდნენ. კონკურსზე 30-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმოებული 158 ბოთლი ღვინო იყო წარმოდგენილი. გამარჯვებული ღვინოები 14 ნომინაციაში გამოვლინდა. 14 ნომინაციაში 8 ოქროს და 29 ვერცხლის მფლობელი ღვინის მწარმოებელი კომპანიები დააჯილდოეს. გამოვლინდა 2 მთავარი პრიზის მფლობელი, თეთრ ღვინოებში გრან-პრის მფლობელი ბადაგონი გახდა, წითელ ღვინოებში კი კომპანია ქინძმარაული. კონკურსი ქართული ღვინის ისტორიული ფონდის, საქართველოს სამაჯრო პალატის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა. საკონკურსო წესის თანახმად წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია და შეფასება კომპეტენტური ჟიურის მიერ ეგრეთ წოდებული ბრმადით მიმდინარეობდა. ჟიური უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული. ყველას გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გამოვლინდა ბევრი გამარჯვებული კომპანია და განსხვავებით წინა წლებთან სიახლე გახლავთ ის, რომ აგრეთვე ჩვენ დავაწესეთ საუკეთესო შორის საუკეთესო წითელი და თეთრი ღვინო, ანუ გრან-პრი დაწესდა ამ ორ ნომინაციაში. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ხელშეუწყობს ჩვენს კომპანიებს როგორც ადგილობრივ ბაზრებზე, ასევე უცხოურ ბაზრებზე, მათ დამკვიდრებაში და მათი პროდუქციის და ექსპორტის დასში. ზომიერი სიმკაცრე იყო, იქიდან გამომდინარე პლუს რომ ყოველ წელს ჩვენი ღვინის ხარისხი აშკარად მატულობს და დეგუსტატორებით შესაბამისად უფრო და უფრო მომთხოვნები ვარ. ჩემთვის როგორც პროფესიონალი მეღვინესთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი იყო ის, რომ ჩვენი ეს უცხოელი დეგუსტატორები ძალიან მოხიბლული ჩვენი ღვინოებით და განსაკუთრებით კახური ღვინით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბადაგონი განებივრებულია პრიზებით, მაინც გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ შენ ქვეყანაში, ღვინის ქვეყანაში, ასეთი ღვინოების ქვეყანაში, როდესაც შენ რამდენ პრიზს მიიღებ და ასე დაფასდები, ეს თითოეული ჩვენი კომპანიის თანამშრომლისთვის არის ძალიან დიდი სტიმული იმისათვის, რომ გააგრძელოს ბადაგონმა, ასევე საქართველოს სასახელო, ქართული ღვინის სასახელო